ოპოზიციურმა პარტიებმა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია მიერჩიეს. მათი ნაწილი დამოუკიდებლად პოზიციონირებას გეგმავს, ნაწილი კი გაერთიანებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე გაერთიანებას უნდობლობას უცხადებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო. მათი წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ამ მომრჩეველს დამოუკიდებელ ალტერნატივას შესთავაზებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობს. კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აცხადებენ, რომ ძირითადი პრინციპები უკვე შეთანხმებულია და აღნიშნული დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება. თავის მხრივ ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ თანამშრომლობენ ყველასთან გარდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის მხარდამჭერებისა. რა გეგმები აქვს ოპოზიციას ამ თემის დეტალებს თაზო მაჭარაშვილი გაეცნო და ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თაზო, მოგესალმები და გისმენთ. ვიხილავთ თუ არა კლავაც დიდ ოპოზიციურ ერთობას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მზაობას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კლავაც დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეიმუშავონ საერთო გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩამოაშორონ ქართული ოცნების ხელისუფლება სადავეებს, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ახლა მნიშვნელოვანია პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო გეგმა დასახონ იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ქართული ოცნება ჩამოაშორონ ხელისუფლების სადავეებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებს და პარტია ლელოს, როგორც გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრები ამბობენ, ისინი არაპირებენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთ მაგიდასთან დასხდომას და საერთო გეგმაზე მუშაობას. ანალოგიური პოზიცია აქვს პარტია ლელოსაც. ლელოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი დამოუკიდებლად იბრძვიან ქართულ ოცნებასთან არანაირი გაერთიანებით და არანაირი შეთანხმებით. ივანიშვილის განგზობადი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში განსაკუთრებით აუცილებელი არის ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მეტი კოორდინაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა ივანიშვილის რეჟიმს უფრო ეფექტურად უებრძოლოთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ამგვარი შეთანხმება აბსოლუტურად მიღწევადი არის, აბსოლუტურად აუცილებელი არის და უახლოეს პერიოდში საზოგადოება იხილავს აი ამ ასე ვთქვათ კოორდინირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს ერთი მიზნის გარშემო, ხო, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. დემოკრატიული ოპოზიცია არის ერთიანი ორმთავრო მოთხოვნაში, ეს არის პირველი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, თუმცა აი ამ ყველაფრის მიღწევას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ სწორედ ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მუშაობთ. საერთაშორისო დონეზე რომ გქონდეს ერთიანი ნარატივი და ადგილზეც საერთო მოქმედებების გეგმა და სწორედ ამასთან დაკავშირებით დოკუმენტი მზად არის, ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს და ცხადია უფრო მეც ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. აქ არის ლაპარაკი ელემენტარულად თამაშის წესებზე, სტრატეგიული ამოცანების დასახვის, ასე ვთქვათ, გზებზე და მის განხორციელებაზე, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც დასავლური, ვთქვათ, ორიენტაციით არიან გამორჩეულები და დღეს ოპოზიციის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ, იმოძრაონ ერთი მიმართულებით, მჭიდრო კოორდინაციაში ერთმანეთთან, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, კიდევ გამომეორდებით და მომავალშიც ბევრჯერ ვიტყვით. მათი გადასაწყვეტია, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შეუძლიათ კიდევ უფრო მეტად ნაწილებად დაიშალონ. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას. ნაცებთან, მოქმედ ნაცებთან, ყოფილ ნაცებთან შეუძლიათ გაერთიანდნენ, მათი გადასაწყვეტია, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი და არ ვაპირებთ გაერთიანებას არავისთან. კრიტიკული პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ არანაირი შანსები არ აქვს ახლა ოპოზიციას, ისინი გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გარე ძალები ამ შემთხვევაში ოპოზიციის პატრონები ეტყვიან ოპოზიციას, რომ გაერთიანდნენ, ამ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, თუმცა აქვე ქართული ოცნების ლიდერები იმასაც ამბობენ, რომ მათ არანაირი შანსები არ ექნებათ ქართულ ოცნებასთან და ამბობენ იმასაც, რომ მათი გაერთიანება ფიასკოსავით არის განწირული. ლუზერთან აღარ უნდა ურთიერთო. რამდენჯერ უნდა გაერთიანდნენ, ხო გაერთიანდნენ. რა აკადრეს ერთმანეთს, დედაზე აგინეს, შეურაცხყოფები გახსოვთ თქვენ შუაში ვიედექით ერთმანეთი არ ეცემათ.
მიუხედავად ამისა, მაინც მათი პატრონის დაკვეთით გაერთიანდნენ და გახსოვთ, თქვენ გაერთიანებული ოპოზიცია და რაღაც გიჟობდნენ და რა შედეგი რა მივიღეთ, არაფერი. ერთობა, რომელიც არის ხელოვნურად განსხვავებული ორიენტაციის, განსხვავებული მწამსის, ღირებულების პარტიების გაერთიანება არ გამოდის. იქ სადაც თვითმარქვია პრეზიდენტი ყავთ ლიდერად, ეხლა რა იმაზეა რეიტინგზე საუბარი. არაფერი არ შეიძლება. გნებავთ გახარიათ შეუერთდეს მათ. გნებავთ ნუ შეუერთდება, გნებავთ ლელოთ შეუერთდეს, გნებავთ ნუ შეუერთდება. გნებავთ ახალი ფანჩატური ააშენონ, ერთი ლიდერი არ გამოადგათ, ხო, ყოფილი პრეზიდენტი, ახალი პრეზიდენტი რაღაცა გამონახონ ადამიანი და ის ჩაიყენონ სათავეში. დამთავრდება კრახით. რატო? ძალიან მარტივი ფორმულის გამო. ჩვენ ველაპარაკებით, ჩვენ ამორჩევებს და ქართველ ხალხს, ისინი ელაპარაკებიან უცხოელებს და მათ პატრონებს. ეს ჩართვის კადრია. კონფიგურაციით გადანაწილდება ახლა ოპოზიცია, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყველა ოპოზიციური პარტიის მიზანი და ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ ერთია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ჩამოაშორონ სადავეებს, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მუდმივად ამბობენ, ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგოს ყველანაირი ლეგიტიმაცია ქვეყანაში.